თამარის დასახლებაში ეკომიგრანტებმა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გამართეს. მათ თქმით, სახლები უხარისხო და აშენებული, მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა, კორპუსის სარდაფში კი წყალი დგას. ასევე დაზიანებულია სახლის სახურავი, რის გამოც გარემონტებული ბინები დაუზიანდათ. ეკომიგრანტების ინფორმაციით, კორპუსები არ არის დანომრილი, რის გამოც კომუნალურ გადასახადებზე პრობლემები ექნებათ. ეკომიგრანტების განცხადებით, მთავრობა თითოეულ ოჯახს ერთჯერადად 1000 ლარიან დახმარებასაც დაპირდა, თუმცა თანხა ამ დრომდე არ მიუღიათ. თამარის დასახლებაში ტბეთის ქუჩაზე 2 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს შეპესე ნარემ სიებემი ასრულებდა. მრავალსართულიან ბინებში 40-მდე ოჯახია შესახლებული. კორპუსი 2012 წელს აშენდა. აბსოლუტურად არაფერი არა გაკეთებული. მხოლოდ არის 4 კედელი. 4 კედელია მხოლოდ და ჩვენ ვისაც საშუალება გვაქვს ვაკეთებთ, ვისაც არ გვაქვს ვერ ვაკეთებთ. სახურავიდან წყალი ჩამოდის, სასწაულობა ჩამოდის წყალი. არა გვაქვს მაგის საშუალება, ჩვენ გავაკეთოთ კიდევ და დაგვიდეთ თავრობა, მივედით იმის შევაწუხეთ. ხელისუფლება როდესაც მოვიდა და ეს შავი კარკასი ნახა და ფაქტიურად არც ერთი პრობლემა არ იყო მოგვარებული, დახმარების მიზნით შეპირდა 1000 ლარიანი, ისა რა ქვია, ვაუჩერი თუ რა ქვია მას. მაგრამ ეს გზაში დაიკარგა, დღემდე არ მოსულა.